სოციალურ მედიაზე მაქვს 3 სრულიად სხვადასხვა ტიპის კონტენტის გამოცდილება. 19 წლის რომ ვიყავი ესეთ ვარდისფერ ანიმე cute კონტენტს ვიღებდი. მე ცოტა რომ გავიზარდე TikTok-ზე დავიწყე medieval fantasy ტიპის ვიდეოების გადაღება. რამაც თითქმის 100,000-მდე საერთაშორისო ფოლოვერი მომიყვანა და ეხლა კი იცით სრულიად განსხვავებულ კონტენტს ვიღებ. ორივე წინა ვარიანტი რაც გაჩვენეთ მეტაკლებად თავის მხრივ წარმატებული იყო. მაგალითად აი 19 წლის რომ ვიყავი, სოციალური მედიის დახმარებით გავაკეთე ჩემი ონლაინ მაღაზია. მაშინ სტუდენტი ვიყავი და საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მქონდა იმ პერიოდისთვის და ასაკისთვის. მეორე TikTok-ის კონტენტიც საკმაოდ წარმატებული იყო. ზოგიერთ ვიდეოზე მილიონობით ნახვაც კი მქონდა, ზოგიერთი მათგანი ეხლაც მიდევ, შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ ორივე პლატფორმა ავდექი და ჩემინებით მივატოვე, იმიტომ რომ მე თვითონ როგორც ადამიანი ვიცვლებოდი და ვეღარ ვხედავდი უკვე საკუთარ თავს აი ამ კონტექსტში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოყვა გამომწერების დაკარგვა, მაგრამ არც ერთი წამით არ ვვნანობ ამ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრით მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ გაცილებით უფრო რთულია მიატოვო წარმატება, ვიდრე მარცხი. მარცხი პრინციპში თვითონვე გეუბნება, რომ რაღაცა არ გამოგდის და უნდა წახვიდე. მაგრამ როცა ციფრები გეუბნებიან, რომ წარმატებული ხარ, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობ, რომ რაღაცა სხვას უნდა აკეთებდე, ასეთი სიტუაციის მიტოვება გაცილებით უფრო რთულია. დასაკვირველია ეს არ ეხება მხოლოდ სოციალურ მედიას. შეიძლება ეს იყოს სამსახური, რომელშიც კარგად გიხდიან, ან შეიძლება იყოს ურთიერთობა, რომელიც ზედაპირულად იდეალური ჩანს. ან უბრალოდ ზოგადად შენი ცხოვრების ის ვერსია, რომლის ასაშენებლადაც დიდი დრო და ენერგია დახარჯე, მაგრამ პიროვნულად გაიზარდე და გადაასწარე. ინგლისურში აქვს კარგი შესატყვისი ამას outgrowing. ჩემი აზრით, სრული უფლება გაქვს ადგე და დატოვო ის სამსახური, ურთიერთობა, სიტუაცია, რომელიც კარგად მუშაობს და მიზეზად სრულიად საკმარისია ის ფაქტი, რომ შენ როგორც პიროვნება ამ ყველაფერთან რეზონანსში აღარ ხარ. თან 100%-ით მჯერა იმის, რომ არანაირი ძალისხმევა არ არის დაკარგული. მე პირადად ყველა ეს ეტაპი უნდა გამევლო იმისთვის, რომ უკეთესად მიმხვდარიყავი ვინ ვარ და რა მინდა. ამ პროცესში თითქოს ჩამოიშორებ ყველაფერს, რაც არ ხარ და გრჩება ის მხოლოდ, რაც რეალურად შენია. იმის მიტოვება, რაც მუშაობს, მაგრამ ვეღარ ერგები, არის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი რაღაცა, რაც შეგიძლია რომ საკუთარ თავს გაუკეთო. ამას ვიძახი საკუთარი გამოცდილებით, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა წინა ვერსია მივატოვე, უფრო და უფრო მივუახლოვდი საკუთარი თავის იმ ვერსიას, რომელიც რეალურად მინდა რომ ვიყო. ამიტომ თუ ახლა მსგავს პროცესს გადიხარ, თუ ვეღარ ერგები იმ სიტუაციას, რომელშიც ხარ, მაგრამ ფურცელზე ყველაფერი ზედაპირულად იდეალურად ჩანს, გეტყვი რომ სრული უფლება გაქვს რომ ადგე და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე.